უპირველესად მინდა ჩვენს მოსახლეობას მივესალმო. როგორც ცნობილი არის, წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში შევიდა. 1995 წლის 5 ნოემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ქარელის ნომერი 33 საოლქო საარჩევნო კომისია. განმავლო პერიოდში საარჩევნო კომისიამ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც შეეხებოდა წინასაარჩევნო კამპანიის მზადებას. რაიონში შეუქმნით 32 საოლქო საარჩევნო კომისია, რომლებიც დაკომპლექტდნენ კომისიის წევრებით, სხვადასხვა პარტიებიდან და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. მინდა ვთქვა ისიც, რომ კომისიები, რომლებიც დღეს უკვე შეუდგნენ მუშაობას, განსაკუთრებულ აქტიურ მუშაობას ეწევიან ამ მიმართებით. საოლქო საარჩევნო კომისიებს ბევრი სამუშაო აქვთ შესაძლებელი, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ დარჩენილ დროში კიდევ ბევრი რამის გაკეთება არის საჭირო. ალბათ ჩვენი ამომრჩევლებისათვის საინტერესო არის, რომ ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიაში რომელი დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ კენჭს. ამასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ოლქში 28 დეპუტატობის კანდიდატი არის, 28 დეპუტატობის კანდიდატი იბრძვის კენჭს. ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი ამომრჩევლებისათვის მოკლედ გავაცნობ, ვინ არიან დეპუტატობის კანდიდატები. მე გავაცნობ იმ ნომრების მიხედვით, რიგისობის მიხედვით, რომლებიც ისინი შეტანილი არიან საარჩევნო ბიულეტენში. გახლავთ ასეთი კანდიდატები: სანოიძე გიორგი, სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ავღანეთო პარტიისაგან; შენგელია გივი, საქართველოს კონსერვატული მონარქისტული პარტიისაგან; თურქაძე ოთარი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირისაგან; კობახიძე ნოტარი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან; ხაბარელი შოთა, ბლოკი რეფორმატორთა კავშირი ეროვნული თანხმობისაგან; ბურჯანაძე ილია, საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ტიტუნიძე სოლომონი, ხალხთა მეგობრობისა და სამართლიანობის პარტიისაგან; ბუზელაძე ვასილი, რესპუბლიკელები, საქართველოს გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიისაგან; ბერიკაშვილი გივი, მერაბ კოსტავა საზოგადოებისაგან; ნოზაძე თამაზი, ბლოკი 21 საუკუნე; დაბრუნდაშვილი ნუგზარი, ახალი საქართველო; ხანიშვილი ტრისტანი, საქართველოს პოლიტიკური მოძრაობა მამული ენა სარწმუნოებისაგან; ამირეჯიბი ქეთევანი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ქალები არჩევნებისათვის; გეგელაშვილი ერგუჯა, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისაგან; ქაცანაშვილი ვაჟა, სახელმწიფოებრივი სამართლებრივი გაერთიანებისაგან; ყურაშვილი მამუკა, პოლიტიკური კავშირი თანადგომისაგან; თხელიძე თამაზი, დამოუკიდებელი კანდიდატი გახლავთ; ტიტუნიძე ვეფხვია, დამოუკიდებელი კანდიდატი გახლავთ; მეყანტიშვილი უშანგი, დამოუკიდებელი კანდიდატი გახლავთ; ბარბაკაძე ვახტანგი, ბლოკი პროგრესისაგან; მარღიშვილი მერაბი, ბლოკი საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია და სოციალ-დემოკრატებისაგან; ახალკაცი დავითი, ბლოკი ეკონომიკური აღორძინება ყვითლებისაგან; მამარაძე ლევანი, საქართველოს ეროვნული გაერთიანებისა და საქართველოს თანასწორუფლებიანობის პარტიისაგან; ხარაული ზოია, დამოუკიდებელი კანდიდატი გახლავთ; გეგელაშვილი ზურაბი, საქართველოს სოციალ-სამართლებრივი კავშირისაგან; ბაბელიძე რობერტი, დამოუკიდებელი კანდიდატი გახლავთ; მარჯანიძე ნინო, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისაგან და ბენგვაშვილი მალხაზი, საქართველოს აგრარული პარტიისაგან. როგორც მოგახსენეთ, 28 კანდიდატი იხრისხენ ჩვენ საოლქო საარჩევნო ოლქიდან და როგორც აქედან ჩანს, მტოლვა საქართველოს პარლამენტისაგან ძალიან მაღალი არის. მე ბოდიში მინდა მოუხადო მაყურებლებს, რომ ყველა დეპუტატობის კანდიდატზე ვერ მივეცით ის ამომწურავი მთლიანი ინფორმაცია, თუ ვინ არიან ეს პიროვნებები, რას წარმოადგენენ. ძირითადად მინდა გითხრათ, რომ ყველა ადგილობრივი ჩვენი რაიონის მკვიდრები არიან, მაგრამ არიან კიდევ კანდიდატები, რომლებიც ჩვენი რაიონიდან არ არიან. ჩვენ ამ ზუსტ სიას დეპუტატობის კანდიდატებისას თავიანთი მოსაქმეობის მიხედვით ამ უახლოეს პერიოდში ჩვენ ტელევიზიის საშუალებითაც გადავცემთ მოსახლეობას და ასევე გამოვაქვეყნებთ ჩვენი ადგილობრივი პრესის საშუალებითაც. იმისათვის, რომ დარჩენილ დრო არჩევნებამდე აგიტაციის თვალსაზრისით უფრო საქმიანი გამოვიდეს,
საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა გრაფიკი დეპუტატობის კანდიდატთა ამომრჩეველებთან შეხვედრისათვის. თუ შორს არ წაგვიყვანს, მინდა რომ ძალიან მოკლედ ჩვენს ამომრჩევლებსაც და დეპუტატობის კანდიდატებსაც უთხრა, რომელ საკრებულოში როდის ჩატარდება შეხვედრები. დირბის საკრებულოში 24 ოქტომბერს 10 საათზე გაიმართება შეხვედრა. დვანის საკრებულოში 24 ოქტომბერს 3 საათზე. ავნევის საკრებულოში 25 ოქტომბერს 11 საათზე. ბრეთის საკრებულოში 25 ოქტომბერს 2 საათზე. აბის საკრებულოში 26 ოქტომბერს 11 საათზე. ავნევის საკრებულოში 26 ოქტომბერს 3 საათზე. ზღუდრის საკრებულოში 27 ოქტომბერს 3 საათზე. კეხეჯვრის საკრებულოში 27 ოქტომბერს 11 საათზე. ახალსოფლის საკრებულოში 28 ოქტომბერს 11 საათზე. ზემოხოდურეთის საკრებულოში 30 ოქტომბერს 11 საათზე. ბებნისის საკრებულოში 31 ოქტომბერს 12 საათზე. ქარელის საკრებულოში 31 ოქტომბერს 2 საათზე. მოხისის საკრებულოში 2 ნოემბერს 11 საათზე. აგარის საკრებულოში 2 ნოემბერს 2 საათზე. ცის საკრებულოში 3 ნოემბერს 11 საათზე. ბრეძის საკრებულოში 3 ნოემბერს 2 საათზე. რუისის საკრებულოში 4 ნოემბერს 12 საათზე და ურბნისის საკრებულოში 4 ნოემბერს 4 საათზე. ამ საკრებულებში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ამ საკრებულოს ტერიტორიაზე არიან განლაგებულები. ამასთან მე მექნება თხოვნა პარლამენტის წევრების კანდიდატებთან და ამომრჩევლებთანაც, რომ ეს გრაფიკი დავიცვათ. ამ დღისათვის ყველა შევიკრიბოთ ერთად და ალბათ საინტერესო ამომრჩევლისათვის თუ ვინ უნდა აირჩიოს და თუ არ მოხდება შეხვედრა ამომრჩევლებთან, თუ არ მოხდება მათ შორის საუბარი, შეხვედრა და აზრის გამოთქმა, ალბათ ამის გარეშე ამომრჩევლებს გაუჭირდება თავიანთი სასურველი კანდიდატურის შერჩევა. აგრეთვე პარლამენტის წევრების კანდიდატებისათვის საყურადღებოდ მინდა ვთქვა ისიც, რომ მათთვის ჩვენს ადგილობრივ ტელევიზიაში გამოყოფილი არის საეთერო დრო, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერ დროს. ისიც მინდა უთხრა, რომ საეთერო დროის გამოყენება ტელევიზიაში ფასიანი იქნება. ამასთან ერთად მინდა ერთ მტკივნეულ საკითხს გავუსვა კიდევ ხაზზე. განსაკუთრებული ყურადღება საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა დაუთმონ ამომრჩეველთა სიების შედგენას. ამომრჩეველთა სიების შედგენისას პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. წინა არჩევნებში ასე იყო ხოლმე, რომ სიებში შედიოდნენ მოქალაქეები იმის დამიხედვით, თუ ვინ სად იყო ჩაწერილი. ამჟამად ამას ყურადღება აღარ ექცევა. საარჩევნო სიებში შევდნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც ამ დროისათვის ფაქტიურად ცხოვრობენ შესაბამის ტერიტორიაზე. თუ მაგალითად თბილისელი კაცი, თუ მაგალითად ჩაწერილია თბილისში პიროვნება და ცხოვრობს დღეს ქარელში, ის ქარელში მისცემს ხმას. ასევე პირიქით. განსაკუთრებით კიდევ მინდა ხაზი გავუსვა ტორვილთა მიმართ დამოკიდებულებას. ჩვენ რაიონში იმყოფებიან ტორვილები. ის ტორვილები, რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან ზნაურის, ყოფილი ზნაურის რაიონიდან, ეს ამომრჩევლები ჩვეულებრივ სიაში შევიდნენ ამომრჩევლებად, ისე როგორც სხვა ამომრჩევლები. მაგრამ ის ტორვილები, რომლებიც იმყოფებიან ჩვენთან ზნაურის, ყოფილი ზნაურის რაიონის გარე ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ჯავიდან და ასე შემდეგ, ისინი ცალკე სიაში შევიდნენ და ისინი მიიღებენ ორ ბიულეტნის არჩევნების დღეს. ერთი ბიულეტინი იქნება პრეზიდენტობის კანდიდატის, მეორე ბიულეტინი კი იქნება პარტიების. ეს გამოწვეული იმით, რომ წინა პერიოდში იცის ჩვენო მოსახლეობამ, რომ გაუქმდა ზნაურის რაიონი და შემოუერთდა ქარელის რაიონს. ასე რომ ზნაურის ყოფილი რაიონი შემოვიდა ჩვენ საარჩევნო ოლქში და ეს პირობა ამ თვალსაზრისით არის გათვალისწინებული. როგორი არის ჩვენი პოზიცია, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის? საოლქო საარჩევნო კომისიის პოზიცია არის ნეიტრალური პოზიცია. ჩვენ არ ვმუშაობთ არც ერთი პარტიის და არც ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და არც ასაწინააღმდეგოდ. ჩვენ უნდა დავიცვათ ნეიტრალური პოზიცია. და ყველა პარტია და ყველა პარლამენტის წევრების კანდიდატი ჩვენ უნდა ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მართლწესრიგის განმტკიცების საკითხებს. ამაში დიდი იმედი გვაქვს და მხარში გვიდგანან ჩვენი რაიონის ადმინისტრაციული ორგანოები.
არც წინა პერიოდში საარჩევნო არჩევნების ჩატარებამდე და არც არჩევნების დღეს არ უნდა მოხდეს არც ერთი ფაქტი საარჩევნო კომისიებში და უბნებში მარცხის დარღვევის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ამ მომრჩევლებს მიეცეთ თავიანთი თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება არჩევნების დღეს. მადლობთ ყურადღებისათვის.